إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا ما يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأصلح لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين. السلام عليكم ورحمة الله. الله يتقبل بزمن بوقت ჩვენ გაგვითილებს არ ვიყავით თქვენთან მიახლოებით სამი ჯუმა, სამი კვირა, აჭარაში ვიყავით, იქაც ძმები მოვინახულე, იქაც ჩავატარეთ გაკვეთილები, ახლა ბევრი კაი ძმები გავიცანი მან. იქაც ვიყავით მაშალა ძმებთან აქტიურები და მაშალა ძალიან აქტიურობენ ძმები ასევე აჭარაში. ალლაჰ ყველას მანდაც ბარაკა მისცეს ყველა ძმებს. ამინ. ალლაჰ ჩვენ ყველას ბარაკა მოგცეს. დღეს ჰადისებს არ წავიკითხავ, რომელიც ეხება საბრზე, დღეს მინდა სხვა ჰადისი წავიკითხო, რომელიც ეხება ნიშნულოვან თემას, რომელიც ეხება ჩვენ ცხოვრებას სიკვდილის მერე. სანამ მან ვიყავი ძმები, მან ვიყავი მიახლოებით 3 კვირა. მან იმ 3 კვირაში 3 ჯანაზაზე ვიყავი. 3 ჯანაზაზე მოვიყავი 3 კვირაში. სიკვდილი ისეთი რაღაცა, რომელიც მოდის ადამიანის ცხოვრებაში უცბად. არავინ არ მოილოდება ადამიანს თავის სიკვდილს. შეიძლება ვიღაცა თავის სახლში რემონტს აკეთებს, სახლს აშენებს, მანქანას ყიდულობს, მანქანა გამოაგზავნა სიტყვაზე, ამერიკა მანქანას ელოდება ეხლა და მანქანას ვერ მოასწო ჩამოსდა და უკვე მოკვდა ადამიანი. ან სახლი შეიძლება ადამიანის სახლი იყიდა, ეხლა კორპუსი შენდება, ბინას აკეთებს რემონტს და ვერ მოასწო და მოკვდა ადამიანი. მაგიტო შუამას სალლაჰ ალეიჰი რა თქვა, ხშირად გაიხსენეთ რა ყველა სიამოვნების გამანადგურებელი, ვინა სიკვდილი. მაგიტო შუამას სალლაჰ ალეიჰი რატო გახსენებდა მაგას? არა იმის გამო ტრაურში ვიყოთ, არა, რომ ადამიანი იყოს მომზადებული სიკვდილისთვის, იყოს მომზადებული იმისთვის, რაც მოვა მაგის მერე. როგორც თქვა შუამას სალლაჰ ალეიჰი ვასალამ, რომ ადამიანი როცა აქ არის, თითქოს ზინავს აქა და როცა კვდება, იღვეძება. იმიტომ ნამდვილი სიცოცხლე, მან ნამდვილი ცხოვრება გრძელდება უკვე მან. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ მომზადება, ეს დუნია. და ჰადისი რომელიც მინდა წავიკითხო, ცნობილი ჰადისია ჩვენთვის, ზოგიერთისთვის შეიძლება არ იყოს ცნობილი ჰადისი, მაგრამ ვისთვისაც არის იქნება როგორც შეხსენება. ეს ჰადისი ეხება სულის გაგზავნას, სულის ასე გადასვლას ბარზახში, იქითა ახირატში. ეს არის რატომ ძმებო მნიშვნელოვანი ჰადისი, რომ ხშირად გავახსენდეს რა სიკვდილი. ხშირად გავახსენეთ ჩვენი კეთილი და ცუდი საქმეები, რომ იქნება ჰისაბი იქნება ჩვენი საქმეები იქნება აწონილი ასასრულ დღეს და ეს ჰადისი მაგას ჩვენ გაგვიხსენებს. ეს ჰადისი მოიყვანა შეიხ ალ-ალბანი, ალლაჰმა იგი შეეწყალოს თავის წიგნში აჰკამულ ჯანაიზ, მაგას აქვს ძალიან კაი წიგნი, რომელიც ეხება ჯანაზას, ძალიან დიდი წიგნია და ერთი მომენტი ეს ჰადისი მინდა წავიკითხო. მოიყვანა შეიხმა ერთი ჰადისი, სადაც ბარა ბინ აზიბმა მაგან თქვა خرجنا مع النبي صلى الله عليه وسلم في جنازة رجل من الأنصار. ჩვენ ერთხელ წავედითო ერთ ადამიანის ჯანაზაზე, რომელიც იყო ანსარებისგან. فانتهينا إلى قبر ولما يلحد. და როცა მივედით ყაბრთან მივედით არც იყო ყაბრი ჯერ ამოთხილი, ანუ არც დაიწყეს ჯერ ამოთხრა. فجلس رسول الله صلى الله عليه وسلم مستقبل القبلة. და შუმამა صلى الله عليه وسلم დაჯდა და მისი სახე იყო ყიბლის მხარეს. وجلسنا حوله. და ჩვენს ძავჯექით მის ირგვლივ. وكأن على رؤوسنا الطير. და თითქოს ჩვენ თავებზე იყო ჩიტები. ანუ ისე დაჯდნენ, არანაირი ხმარ გამოდიოდა საჰაბების რა, ანუ არ ხმაურობდნენ, უსმენდნენ შუმავა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ და ეს არის ადაბის მემო. ეს არის ჩვენ ასევე ჩვენს გვეხება. როცა მუდარისი ზის, მასწავლებელი ზის და გაკვეთილს ატარებს, ნიშნულობა მე თუ სხვა, ნებისმიერი შეიძლება თქვენგანაც იყოს, აუცილებელი ეს არის ცოდნის ადაბი. მე მაგან თქვა, وفي يده عود ينكت في الأرض. და მის ხელში იყო ტოტი და ქეკავდა, ანუ მიწას ამ ტოტით. فجعل ينظر إلى السماء. და ხანდახან უყურებდა ცაში. وينظر إلى الأرض. ხანდახან უყურებდა მიწაზე. وجعل يرفع بصره ويخفضه ثلاثا. და ხანდახან აწევდა თავის თვალებს და ჩაწევდა გაკეთა სამჯერ. فقال. და მაგის მერე თქვა, استعيذوا بالله من عذاب القبر. მიეკედით ალლაჰს, ან ნახეთ ალლაჰთან დაცვა ყაბრის აზაბისგან, ყაბრის ტანჯვისგან. مرتين أو ثلاثا. და ეს გაიმეორა ორჯერ ან სამჯერ. ნებისმიერ ძმებო მომენტში, სადაც შუმავა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ რაღაცას იმეორებს არაერთხელ, ეს არჩუნებს იმაზე, რომ ეს თემა ძმებო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერე თქვა, اللهم إني أعوذ بك من عذاب القبر ثلاثا. ثم قال. და თვითონ შუმავა სალლაჰ ალეიჰი ვასალამ დუა გაკეთა და თქვა, ღმერთო ჩემო, ო ალლაჰ, მე ვითხოვ შენგან დაცვას ყაბრის აზაბისგან და გაიმეორა ეს დუა სამჯერ. და მაგის მერე თქვა, إن العبد المؤمن إذا كان في انقطاع من الدنيا وإقبال من الآخرة نزل إليه ملائكة من السماء.
როცა მორწმუნე ადამიანი კვდება და გადადის ამ დუნიიდან, გადადის ახერატში, მაგასთან ჩამოდიან ანგელოზები ციდან. ბეიდულ ვუჯუჰ, მაგათი სახეები არის ნათელი. ქაანა ვუჯუჰაჰუმ შამს, თითქოს მაგათი სახე არის მზე. მაჰუმ კაფანუნ მინ აკფანილ ჯანნა. მაგათ თავიდანთან მოიტანეს კაფანი, რომელიც არის ჯანნათის კაფანი. კაფანი რა ეზრებო? რაშიც იქნება ადამიანი, ანუ შეხვეული ჯანაზის დროს. მინ ჰუნუტილ ჯანნა ვა ჰუნუტუნ მინ ჰუნუტილ ჯანნა. და ისეთი სუნი აქვს თითქოს 64 სუნია. ჰატა იჯლისუ მინჰუმ მუდდალ ბასარ. და ის ანგელოზები ზიან ისე რომ ადამიანი ხედავს იმ ანგელოზებს, ან ზიან რომ რამდენიც არის გაშლილი ადამიანის თვალები ხედავს, იმდენად ზიან. ثم يجيء ملك الموت عليه السلام حتى يجلس عند رأسه فيقول მერე სიკვდილის ანგელოზი მოდის მაგასთან, ჯდება მის თავთან და მაგის მერე იზახის. أيتها النفس الطيبة وفي رواية المطمئنة اخرجي إلى مغفرة من الله ورضوان. أي კეთილო სულო, أي კარგო სულო. გამოდი შენი, ანუ შენი ღმერთის კმაყოფილისკენ. قال فتخرج تسيل كما تسيل القطرة من في السقاء. და მაგის მერე გამოდის სული, ისე როგორც გამოდის პატარა, ასე ვთქვათ, წვეთი, ანუ როგორც სიყა არის ტიკი რა არის, ვინის ტიკი ხო იცი რა? აი დოქი, როგორც დოქიდან, ასე გამოდის, ანუ ძალიან ადვილად გამოდის ეს მისი სული. فيأخذها და იღებს სიკვდილის ანგელოზი მის სულს და სხვა რივაიაში არის გადმოცემული حتى إذا خرجت روحه صلى عليه كل ملك بين السماء والأرض. და როცა გამოდის მისი სული, მისი ტანიდან, ყველა ვინც არის ანგელოზები ცისა და მიწის შორის, ყველა მაგაზე ანუ დუას უკეთებენ იმის სულისთვის. وكل ملك في السماء და ყველა სხვა დანარჩენი ანგელოზები, რომლებიც არიან ცაში. وفتحت له أبواب السماء და გაიხსნება მისთვის ზეციური კარები. ليس من أهل باب إلا وهم يدعون الله أن يعرج بروحه من قبلهم. ყველა ანგელოზები, რომლებიც არიან პირველ ცამდე, ყველა დუას აკეთებს ალლას რასთხოვს, რომ ეს სული როცა აიყვანებენ ამ სულს, გაიაროს, ანუ მაგათი გზით. ან მაგათი გვერდზე. فإذا أخذها لم يدعوها في يده طرفة عين حتى يأخذوها فيجعلوها في ذلك الكفن. და როცა აიყვანებენ იმ სულს, აიყვანებენ მაღლა, ანუ პირველ ცამდე არ ტოვებენ მაგას ანგელოზები, ერთი პატარა წამიცაც არ ტოვებენ, სანამ არ მიიყვანებენ იმ ქაფანამდე, ანუ ჯანნათის ქაფანი და შეახვევენ იმ ქაფანში. فذلك قوله تعالى და ეს არის უზენაესი ალლაჰის სიტყვები ყურანში, توفته رسلنا وهم لا يفطرون. ჩვენი შუამავლები, ანუ ამ შემთხვევაში ანგელოზები მაგათ მოაკვდენენ და მაგათ არაფერი არ გამორჩებათ. ويخرج منها كأتب نفحة مسك ووجدت على وجه الأرض. და გამოვა ყველაზე სასიამოვნო სუნით, ანუ ეს სული. ყველაზე სასიამოვნო სუნი ექნება ისეთი, რომელიც შეიძლება იპოვო ამ დუნიაზე. فيسعدون بها فلا يمرون يعني بها على ملائكة من الملائكة إلا قالوا. და როცა გაივლის ის სული, სიკვდილის ანგელოზებთან ერთად გაივლის ის სული, სხვა ანგელოზებთან, სხვა ბევრი ანგელოზების შორის, ისინი რას იძახიან? ما هذا الروح الطيب. რა კარგი სული არისო, რა კეთილი სული არისო. ალლაჰ მაგახოლოს მაგას შორის. ამინ. فيقولون მერე ის ანგელოზები უპასუხებენ, ანუ ის ანგელოზები ეკითხებიან და სხვა პასუხებენ, რას იძახიან? هذا فلان ابن فلان. فيقولون فلان ابن فلان. ეს არის ასეთი ამ შვილის ამ ადამიანის შვილი. بأحسن أسمائه التي كانوا يسمونه بها في الدنيا. და ეძახიან იმ სულს ყველაზე ლამაზი სიტყვებით, რომელიც ეძახდნენ მაგას ამ დუნიაში. حتى ينتهوا بها إلى السماء الدنيا. სანამ არ მივლენ პირველი ცის, ანუ ბოლომდე, პირველი ცის. فيستفتحون له فيفتح لهم. და ანგელოზები როცა მივლენ პირველ კარამდე, ცის პირველ კარამდე, ანუ სთხოვენ სხვა ანგელებს, რომ პირველი კარები გაიხსნას მაგათვის და გაიხსნება მისთვის პირველი ზეციური კარი. فيشيعه من كل السماء مقربوها. და აცილებენ დანარჩენი ანგელოზები, რომლებიც არიან ახლოს მისკენ, სხვა ცამდე, إلى السماء التي تليها. შემდეგ ცამდე. حتى ينتهي به إلى السماء السابعة. სანამ არ მივლენ მეშვიდე ცამდე. ანუ ნახეთ ძმებო, ჩვენ გვაქვს სამი. პირველიდან მივიდნენ, გამოყვეს მაგას ანგელოზები პირველ ცამდე. პირველ ცის მერე ხო არის მეორე ცა. მეორე ცაში ვინც იყო ანგელოზები, ესენიც აცილებენ ყველანი ერთად იმ სულს. მესამე ყველა, მეოთხე ყველა სანამ არ მივლენ სადამდე, მეშვიდე ცამდე. წარმოიდგინეთ, რამდენი ბევრი ანგელოზები აცილებს მარტო ერთ სულს. ალლაჰ მაგახოს მაგას შორის. ამინ.
فيقول الله عز وجل უზენაეს ალლაჰი იძახის اكتبوا كتاب عبدي في عليين ჩაწერეთ ჩემი მორჩილის წიგნი علیينში علیينი ძმებო არის ის წიგნი რომელიც არის ჩაწერილი მორწმუნის კეთილის საქმეები მე შუამას ალლაჰ ალეიჰი ვასალამ წაიკითხა აიათი وما أدراك ما عليون كتاب مرقوم يشهده المقربون რაიციო რა არის علیينი არის დაბურული წიგნი რომლებიც არის დაამოწმეს ახლოები ანუ ანგელოზები فيكتب كتابه في عليين ثم يقال ჩაიწერება მისი წიგნი علیينში და მე იქ არის ნათქვამი اعيدوه الى الارض ანუ ალლაჰი უზენაესა იძახის დააბრუნეთ ესო ჩემი ანუ ეს სულიო მიწაზეო فاني وعدتهم اني منها خلقتهم იმიტომ რომ მე მაგას სიტყვა მივეციო ვისო ხალხსო რომ მაგათგან მე შევქმნიო ანუ მიწისგან وفيها اعيدهم მაგაში დავაბრუნებ ومنها اخرجهم تارة اخرى და მაგედან გამოვიყვან კიდე შემდეგში ანუ ასასრულ დღეს قال نمرت كوا يرد إلى الأرض دابرون بين مسوس يسوع ميتازه وتعاد روحه في جسده دابرون بين مسوس مستانشي قال لما جس مريت كوا نتكلم شو ما صلى الله عليه وسلم تكوا فإنه يسمع خفق نعال أصحابه إذا ولوا عنه مدبرين دا إيش أدميان يروس دابرون بتاوي ستانشي გაიგებს თავისი მეგობრების საფეხურების ნაბიჯებს როგორც უკვე მიატოვებენ დატოვებენ და წავლენ გაიგებს როგორ მიდიან ანუ ძმებო წარმოიდგინეთ ეს მომენტი წარმოიდგინეთ ადამიანს შევა მარტო ყამრში ეს შეიძლება ჩვენ ახლოს გველოდები ყოველასმე და რა თქმა უნდა სიკვდილი არის ახლოს ამას უბრალოდ ვკითხოთ მე მინდა თქვენი თავი წარმოვიდგინოთ ვითითქოთ ჩვენ უკვე მანდ ვართ წარმოვიდგინეთ თქვენი თავი მანდ მერე შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იძახის რომ فيأتيه ملكان شديد الانتحار მოდია მაგასთან ორი ანგელოზები მოდის მაგასთან რომლებიც ძალიან ხმამაღლა ყვირიან ანუ ძალიან გრუბად ყვირიან ხმამაღლა ყვირიან فينتحرانه ويجلسانه فيقولان დააჯინებენ იმ ადამიანს და ეუბნებიან მას მან რაბუკ ვინ არის შენი ღმერთი فيقول და ის იძახის რაბი ალლაჰ ჩემი ღმერთი ალლაჰია فيقولان له ეტყვია მაგას ما دينك რა არის შენი რელიგია فيقول ديني الاسلام ჩემი რელიგია არის ისლამიო فيقولان له მაგას ეტყვიან ما هذا الرجل الذي بعث فيكم ვინ არის ის ადამიანი რომელიც იყო გამოგზავნილი თქვენში ანუ მუჰამედ სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ და ის هو رسول الله صلى الله عليه وسلم ის არის ალლაჰის შემავალი صلى الله عليه وسلم فيقولان და მაგას ეტყვიან وما عملك რა არის შენი საქმეები რა იყო ანუ რა გაკეთე ამ დუნიაში ის ადამიანი იტყვის قرأت كتاب الله მე წავიკითხე ალლაჰის წიგნიო فآمنت به ვიწმუნე ის წიგნიო وصدقت და დავიჯერეო فينتهره فيقول من ربك ما دينك ما نبيك და ისე ხმამაღლა იძახიან ვინ არის შენი ღმერთი რა არის შენი რელიგია ვინ არის შენი მოციქული وهي آخر فتنة تعرض على المؤمن და ის იქნება ყველაზე ბოლო გამოცდა რომელიც მოვა მორწმუნეს მიმართ فذلك حين يقول الله عز وجل دا إسرائيل الله وزنايس سيدق بالقرآن شسرس ما نزخس يثبت الله الذين آمنوا بالقول الثابت في الحياة الدنيا الله قام غربس إم خاص فينس إلزمنا متكيس سيدقيت دنيس أنو أم دنياشي اللهم قفل ما شو رزمه آمين ناخذ مبو أدميان جاي يسمارتو إم جامو استسريتي أرى تاويس أرى يميز جامو كارجيك أسيق عم دنج أرى يثبت الله الذين آمنوا الله جام غربس إم خاص فينس إلزمنا أميتهم الله جام غربت مارتو شون جاوي ريترا جامو استسرقوس أم دنياشي أسوي برزخشي ما قلتم شيلة ونفس خوز من الله سبحانه عز وجل دعوة فاروز جاوي يرد إس جاموستا فيقول دايس أدمين إتزاخيس ربي الله ودين الإسلام ونبي محمد صلى الله عليه وسلم كم غمرتي الله هي كم ريليجيا إسلامية دا كم شوم والمحمدية صلى الله عليه وسلم ينادي مناد في السماء تمري أزنايس الله إتقيس أن صدق عبدي كم مرشيليو سيمرتت كواو فأفرشوه من الجنة جاو شارت مستويس ساموت خزغان وألبسوه من الجنة شاءت سويتيس ساموت خزغان فافتحوا له بابا إلى الجنة دا جاو سنت ماجس عربي ساموت خزكين قال دا ماجس ميرتكوا فيأتيه من روحه وطيبها دا جاموا إم عربي زغان زان كارجي سوني زان ساسيامونو سوني ويفسخ له في قبره مد بصره دا جايش لبا ميسي قبر إسه سادام دس نخوس ميسي توالبي أنو يكتبا زان بارتو ميسي قبري دا ماجس ميرتكوا ويأتيه وفي رواية يمثل له رجل حسن الوجه და მოვა მაგასთან ერთი ადამიანი რომელსაც აქვს ძალიან ლამაზი გარეგნულობა, ძალიან ლამაზი სახე. ჰასანულ თიაბ, რომელსაც აქვს ძალიან ლამაზი ჩასმულობა. ტაიბური, მაგისგან ძალიან კარგი სასიამოვნო სუნი მოსდის. ფაიაკულუ და მაგის მერე ის ადამიანი იძახის. აბშირ ბილლადი იასურუკა. გიხაროდეს იმის გამო, რასაც შენ ახლა გაგახარებსო. გიხაროდესო.
აბშირ ბირიდვანი მინალლაჰ გიხაროდეს ალლაჰის გმაყოფილების ვა ჯანნათინ ფიჰა ნაიმუნ მუყიმ და გიხაროდეს ჯანნათი რომელშიც არის სამუდამო სიამოვნება ჰადა იაუმუკა ლადი კუნტა თუადუ ეს იყო ის დღე რომელიც იყო შენთვის დაპირებული فيقول له და ის ადამიანი ის სული როცა ნახავს იმ ადამიანს ანუ იტყვის მაგას ვა ანტა ფაბაშარაკ ალლაჰუ ბიხაირინ მან ანტა და შენ ალლაჰმა გაგახაროს ვინ ხარ შენო فوجهك الوجه يجيء بالخير შენი სახე გავს იმ ადამიანს ვისგანაც მოდის მარტო ხეირი فيقول და იტყვის انا عملك الصالح فوالله ما علمتك الا كنت سريعا في طاعه الله მე ვარ შენი კეთილი საქმეებიო და მე შენ გიცნობდიო მხოლოდ ისეთი ადამიანად რომ ანუ კარგი საქმეების მიმართ შენ ესწრაფებოდი ანუ შენ მირბოდი ასე ვთქვათ კარგი საქმეების მიმართ ბადიან ფი მასიათილlah და ცუდ საქმეებს ან ალლაჰის არადამორჩილების მიმართ იყავი ნელიო ანუ არ გეჩქარებოდა ცოდვების გაკეთება فجزاكallahu خيرا და ალლაჰმა მაგის გამო ხეირით ანაგიღზაუროს ثم يفتح له باب من الجنه და მაგის მერე გაიხსნება იმ ადამიანს კარები სამოთხეში وباب من النار და ასევე გაიხსნება კარები ჯაჰანნემში ჯოჯოხეთში فيقال და მაგას ეტყვიან هذا منزلك لو عصيت الله ეს იქნებოდაო შენი ადგილი ანუ ჯაჰანნამი თუ შენ ალლას არ დაემორჩილებოდი მაგითაც მებო ადამიანს ყოველთვის არჩევანი აქვს ადამიანს გაიხსნება ორი კარები ერთი ჯანნაში სადაც უნდა შევიდეს და მეორეს აჩვენები მაგას რომ თუ არ დაემორჩილებოდა ალლას რა მოხდა რა მოვიდოდა მაგას წარმოიდგინეთ მებო იმ ადამიანს სიხარული რომელიც ეხლა ეს დაინახა სუბჰანალლაჰ მე ჩვენ ეგეთ რაღაცებს დუნიაში გვიხება დუნია პატარა რაღაცებს გვიხება ხო რაღაცა კარგი მოხდა და ასევე ხედავთ რაც შეიძლება ცუდი მოხდარიყო ჩვენ გვიხარია მაგის გამო წარმოიდგინეთ მე ეს არის ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება იყოს ადამიანის გზნობაში ხედავს რომ ჯანნატში შევა და ხედავს რას გადაერჩა ანუ რას გადარჩა წარმოიდგინეთ იმ ძმებო ადამიანის სიხარული ალლაჰმა გადავაგარჩიოთ ჩვენ ძმებო ამინ ეს არის შენი ადგილიო აბდალაკალლაჰუ ბიჰი ჰადა ალლაჰმა შენ შეგიცვალო ამითო ანუ ჯანნათითო فإذا رأى ما في الجنة قال და როცა ნახავს იმას რაც არის ჯანნატში იტყვის ربي عجل قيام الساعة ღმერთო დაადგინე ასასრული დღე ჩქარაო ან ასასრული დღე დუაზაკეთე ჩქარა დაადგინეო كيما أرجو إلى أهلي ومالي რომ დაუბრუნდე ჩემს ოჯახთან და ჩემს ანუ ქონებასთან ანუ ჯანნატში ალლაჰმა გაგოს მაგას შორის ამინ فيقال له და მაგას ეტყვიან იმ სულს რომელიც ეხლა მანდ არის უსკუნ არაბულად არა მარტო ის ხოლმე ნიშნავს არამედ ნიშნავს წანათ იყავიო ძმებო ეხლა ჩვენ გადავამატებ სხვა რივაიათებში არის ძმებო გადმოსული ადამიანი რომელიც ხვდება ყაბრში ბარზახში და კარგად არის ბარზახში ეს პერიოდი რომელიც არის ბარზახში თითქოს არის 1 დღე ან დღე-ნახევარი ან შეიძლება უფრო ნაკლები ის ჩქარა გავა ის დრო და ადამიანი პირიქით რომელიც ცუდად იქნება ბარზახში ალლაჰმა დაგვიფაროს ამინ მისი ტანჯო ბარზახში იქნება ძალიან გზელი ეს ხამ ჰადისი არის მაგრამ შემდეგი ჰადისი ინშალა მოვა ეხლა კი შუმავე სალლაჰ ალეიჰი ვასალამ აგზას დაიზახის فا ان العبد الكافر وفي روايه الفاجر მაგრამ თუ ვიღაცა მონ ალლაჰის იყო ურწმუნო ან მე სხვა რივაიაში იყო ცოდველი ადამიანი اذا كان في انقطاع من الدنيا واقبال من الاخره როცა ამ დუნიიდან გადადის და გადადის ახირატში نزل إليه من السماء ملائكة غلاظ شداد موديس ماغاستا ანგელოზები უხეშები კაცრები და ძლიერი ანგელოზები سود الوجوه მაგათა სახეები არის რა ბნელი ან შავი معهم المصوح მაგათან ერთად არის ძალიან უხეში მატერიალის ტანსაცმელი ანუ ძალიან უხეში მინანა რომელიც არის შექმნილი ჯოჯოხეთისგან فيجلسون منه مد البصر და დაждებიან და ზია მაგასთან ისე რომ ის ადამიანი ხედავს ანუ ეს ვინები მოვიდნენ ჯერ არ მოვიდა სიკვდილის ანგელოზი სხვა ანგელოზები მოვიდნენ მოიტანეს მაგასთან ვინ მოიტანეს ქაფანი რომელიც არის ჯაჰანნამისგან წარმოიდგინეთ მე ადამიანი მოკვდა მისი სული ხედავს რომ სხვა ანგელოზები მოვიდნენ და ხედავს შორიდან რომ მათ ხელში არის ეს ქაფანი უკვე შიში მოდის მაგის მიმართ და მაგის მერე მოდის ვინ უკვე სიკვდილის ანგელოზი فيجلسون منهم مد البصر ثم يجيء ملك الموت حتى يجلس عند رأسه და მაგის მერე მოდის სიკვდილის ანგელოზი ისე რომ ზის დაждდება მის თავთან ახლოს فيقول და იტყვის أيتها النفس الخبيثة أخرج إلى السقط من الله وغضبه أي დამპოლო ბინზურო სულო გამოდი ალლაჰის რისხვის მიმართო فقال მაგის მერე იტყვის فتفرق في جسده და ეს სული იწყებს თავის ტანში კანკალს
იწყებს კანკალს, არ იცის რა გააკეთოს. იქით-აქეთ კანკალობს, შიშისგან. فينتزعها كما ينتزع الصفود الكثير الشعب من الصفوف المبلول. და გამოიღებს ის სიკვდილის ანგელოზი იმას, როგორც აი თითქოს რკინის რაშოს ან შამფური, რომელებსაც აქვს ძალიან ბევრი ასე თქვა წვეტები, რკინის წვეტები და ჩააჭოს მაგას ისე, როგორც აი სველი მატყლი, ვინც არის აი ცხვას რასაც აქვს აი სიტყვაზე, ხო? ისე ჩააჭოს და ისე ამოიღებს მის სულს, მისი ტანისგან. فتقطع معه العروق والعصب და დაიგლიჯება მისი ძარღვები და მისი ნერვები, მისი ყესები. فيلعنه كل ملك بين السماء والارض. და ყველა ანგელოზი რომელიც არის ციდს შორის და მიწის შორის, ყველა წეულის იმ ადამიანს. وكل ملك في السماء. და ნებისმიერ ანგელოზი ვინც არის ცაში. وتغلق ابواب السماء. და დაიკეტება ზეციური კამედი, ზეციური კარები. ليس من اهل باب الا وهم يدعون الله الا تعرج روحه من قبلهم. და ყველა ანგელოზები რომელიც არის იმ გზაზე, რომელიც ეხლა უნდა ავიდეს ის სული, რასაკეთებენ? დუას უკეთებენ ალლას, რომ ის სული არ გაიაროს მაგათ გვერდზე. სამოდი ძმებო, რა ბინძური სულია. ალლაჰმა დაგვიფაროს ძმებო, ამენ. გავისმენთ ძმებო, ეს ვის ეხება არა მართო, არა ქაფირ, არამედ ვის? კიდე ცოდველ მუსლიმებს, რომ ადამიანი მუსლიმი არ მოდუნდეს. არ ეგონოს, არ აუშავს, მე მუაჰიდი ვარ, მე ალლაჰთან აზარს არ ვქნი, არა, მე ინშალლა ჯანნატში ვიქნები, არ მოვუდუნდეთ. იმიტომ რომ ეს ეხება ასევე ცოდვილ მუსლიმებს. فيأخذها და აიღებენ იმ სულს. فإذا أخذها لم يدعوها في يده طرفة عين حتى يجعلوها في تلك المسوخ. აიყვანებენ იმ სულს და მიიყვანებენ ანგელოზები პირველ სამდენავლენ სანამ არ ჩასვავენ იმ ჯაჰანამის სამოსში, რომელიც არის ძალიან უხეში. ويخرج منها كأنتحريه جيفة ووجدت على وجه الأرض. და გამოდის იმ სამოსიდან, იმ ქაფანიდან ძმებო, ყველაზე ბინძური სუნი, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე დამპალი და ბინძური სუნი, რომელიც შეიძლება იყოს ამ დუნიაში. فيسعدون بها და მაგის მერეავლენ მაღლა. فلا يمرون بها على ملأ من الملائكة إلا قالوا. და ნებისმიერ დროს როცა გაივლიან ანგელოზების ჯგუფებს, ის ანგელოზები იძახიან: ما هذا الروح الخبيث. ვინ არის ეს დამპალი სუნი, ეს ბინძური სუნი ვისი არისო? فيقولون და სხვა ანგელოზები იძახიან: فلان ابن فلان. ასეთი ადამიანი ამ ასეთი ადამიანის შვილი არისო. ახლა ძმებო, აქ პატარა შენიშვნა მინდა გავაკეთო ჩემგან. ნახე რა თქვა ანგელოზები. ასეთი და ასეთი ადამიანის შვილი. ეს არის ვისთვის ძმებო? მითითება მამებისთვის. პირველ ადამიანს რა ეთქვა? პირველ ადამიანზე პატივისცემა რა იყო მისი? ანგელოზი რა თქვეს? ეს არის ასეთი ადამიანი, ამის შვილია. ეს არის პატივისცემა ვისთვის? იმ მამისთვის. ვინც კარგად აღზარდა თავისი შვილი, რომ ანგელოზები ახსენეს ის ადამიანი, სალიჰი ადამიანი მაგის მამასთან ერთად. ეს არის ასე ვთქვათ გაფრთხილება ვისთვის ძმებო? მამებისთვის. بأقبح أسمائه التي كانوا يسموا بها في الدنيا. და ყველაზე ბინძური სახელებით იხსენებენ იმ სულს, რომელსაც ახსენებდნენ მაგას ამ დუნიაში. حتى ينتهي به إلى السماء الدنيا. სანამ არ მიულიან დუნიის ცამდე. فيستفتح له. فلا يفتح له. და სწხოვენ ანგელოზები რომ გაიხსნა მაგათვის პირველი კარების, ზეციური კარები და არ გაიხსნება მისთვის ეს კარები. ثم قرأ رسول الله صلى الله عليه وسلم. لما شوما صلى الله عليه وسلم تعيت آياتي لا تفتح لهم أبواب السماء ولا يدخلون الجنة. إسني ماغاتويس عليكني بغخسني زيتسوري قربي دا إسني ورشولين جنتشي حتى يلج الجمل في سم الخياط. سنم أرغايوليس أكلمي نمسيس قمزشي. نمسي قمشي رازمبو نمسي باتراسز باترات كيلي خو إماشي سنم أرغايوليسو. شكي تاتكون تزمبو. أكلمي جايوليس ما شوز لي أكلمي جايروس. إساشي نزمبو داشين شنوسي. أنو إسادامين فيرازوس فيرشوا جنتشي. فيقول الله عز وجل دا وزنايس الله ما جسمه إتقيس. اكتبوا كتابه في السجين. شاترت ميسي تجني سجينشي. سجين زمبو أريس تودي ساكمي بسجني. الله ما دعوي بارز زمبو آمين. في الأرض السفلى قل لازم دبل ميتاز. أنو قل لازم دبلات جلاس. ثم يقال مير ما جستويس إتقيام. أعيدوا عبدي إلى الأرض فإني وعدتهم أني منها خلقتهم. دابرون تشمي اسمونا يسوي ميتازيو. إميتورم ما جالس يتقامي ويتسيورم. ماجيز جان مشوكنيو ميتاز جان. وفيها أعيدهم ماجاتشي دابرون أنو قبرشي. ومنها أخرجهم تارة أخرى. دا إكيدا جامو يقون كيدا برتخل أروديس أساس صدغيس.
فَتُطْرَحُ رُوحُهُ مِنَ السَّمَاءِ طَرْحًا حَتَّى تَقَعَ فِي جَسَدِهِ და გადმოაგდებენ ანგელოზები მის სულს მაღლიდან რომ ჩავარდება ისე დაბრუნდება თავის სულში. ნახეთ ძმებო, პირველი ადამიანი იყო მორწმუნე საალეჰ ადამიანი, ჩამოიყვანეს ანგელოზები. ნაზად ჩამოიყვანეს სიფრთხილით. მეორე ადამიანი ფაჯირი ან ქაფირი რა უქნეს, ჩააგდეს მის არანაირი პატივისცემა. არანაირი პატივისცემა ალლაჰისგან და მის ანგელოზებისგან. და ჩააგდებენ მის სულს ზეციდან ჩავარდება მის ტანში. მაგის მერე შუმამა სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამმა წაიკითხა აიათი ვამან იუშრიკ ბილლა ვინც თანაზიარე შეუქმნა ალლაჰს კაანნამა ხარრა მინას სამაი თითქოს ის გადმოვარდა ციდან ანუ ეს ეხება იმ მომენტს ფათახტაფუჰუ ატტაირუ აუ თანჰი ბიჰი რუჰუ ფი მაკანი საჰიყ და წარიტაცებენ მაგას ჩიტები ან თითქოს ქარი მაგას გადააგდებს ძალიან შორეულ ადგილს فَتُعَادُ رُوحُهُ فِي جَسَدِهِ და მაგის მერე დაბრუნდება მისი სული მის ტანში. ყალა და მაგის მერე თქვა فَإِنَّهُ لَا يَسْمَعُ خَفْقَ نِعَالِ أَصْحَابِهِ إِذَا تَوَلَّوْا عَنْهُ და მერე ეს ადამიანის გაიგებს თავის მეგობრების ნაბიჯების საფეხურები, ანუ როცა წავლენ მიატოვებენ მარტო. وَيَأْتِيهِ مَلَكَانِ شَدِيدَا الْإِنْتِحَارِ და მაგასთან ორი ანგელოზები, რომლებიც ძალიან ხმამაღლა ყვირიან. ვისაუბროთ ძმებო ამ ორ ანგელოზს რა ქვია? მუნკარი და ნაქირი. სხვა რივაიათებში არის გადმოცემული ძმებო, მაგათი გარეგნულობა არის ძალიან საშიში. ისეთი გარეგნულობა, რომ ადამიანს თუ ენახა ამ დუნიაში, დაკარგავდა თავის გონებას, თან შეიძლება სიკვდილის ანუ მოკვდებოდა. ისეთი საშიში გარეგნულობა აქვს. მაგიტომ ვერცერთი ადამიანი ვერ გაივლის იმ გამოცდას გარდა ალლაჰის დახმარების გარეშე. وَيُجْلِسَانِهِ დააჯინებენ მის წინას. وَيَقُولَانِ და იყვიან ის ორი ანგელოზები. მან რაბუკ ვინ არის შენი ღმერთი? فَيَقُولُ და ის ადამიანი იტყვის ლა ადრი. არ ვიციო. ეს ადამიანი იტყვის რომ არ ვიციო. فَيَقُولَانِ მაგას მერე ეტყვიან მა დინუკა რა არის შენი რელიგია? ეს ადამიანი იტყვის ლა ადრი არ ვიციო. კიდე ეკითხებენ და კიდე შეკითხა მესამე შეკითხვას فَمَا تَقُولُ فِي هَذَا الرَّجُلِ الَّذِي بُعِثَ فِيكُمْ რა სიტყვი იმ ადამიანზე რომელიც იყო გამოგზავნილი თქვენში და ეს ადამიანი იძახის فَلَا يَحْتَدِي لِسْمِهِ და შუმამა სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა იმ ადამიანის სახელს ანუ ვერ იტყვისო ანუ მუჰამედ სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამის სახელს ვერ იტყვისო فَيُقَالُ და ანგელოზები იტყვიან მუჰამმად მისი სახელი მუჰამედი იყო თვითონ ანგელოზები იტყვიან فَيَقُولُ და ეს ადამიანი იტყვის ლა ადრი არ ვიციო سمعت الناس يقولون ذلك მე გავიგე ხალხი მაგას იძახთო სხვა რივაიათში არის გადმოცემული ძმებო რომ ის ადამიანი იტყვის რომ მე გავიგე ხალხი ისე იძახთო და მეს იგივეს ვიძახთიო რას ნიშნავს ძმებო ეს რომ ადამიანი როცა იბადება მუსლიმანურ ოჯახში ეს არ ნიშნავს მაგას რომ გაივლის ამ გამოცდას ადამიანი რომელიც არ ცხოვრობდა ალლაჰის რომ მართა ალლაჰი მისი ღმერთია რომ მართა შუმავალი სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამ მისი შუმავალია რომ მართა ისლამი მისი რელიგია ეგეთ ადამიანი ვერ გაივლის იმ გამოცდას მაგითაც ძმებო როცა ადამიანი ცხოვრობს იმით რომ ალლაჰი მისი ღმერთია რას ნიშნავს ალლაჰი მისი ღმერთია თანაპირველ რიგში თანაზიარე არ შეუქმნა ალლაჰს შეასრულა ალლაჰის უფლებები რაც არის ვალდებული მორწმუნე ადამიანზე მაგის მერე უპასუხებს მას შეკითხვაზე რომ მართა ალლაჰი იყო მისი ღმერთი თუ ადამიანი არ ცხოვრობდა შუმავალი სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამის სუნნათით არ აინტერესებდა მისი სუნნა არ აინტერესებდა ბიდაათი ეს საქმე თუ არ არის ბიდაათი ეს ეგეთი ადამიანი ვერ უპასუხებს მაგ შეკითხვაზე ადამიანი თუ არ იცხოვრობდა რომ მართლა ისლამი მისი რელიგია ჰაიზ არ იძახდა მაგ არამედ მართლა ცხოვრობდა რომ ისლამი არის მისი რელიგია მისი ცხოვრების წესი მისი კონსტიტუცია ასე ვთქვათ ეგეთი ადამიანი მარტო უპასუხებს ამ შეკითხვაზე მაგეთ ეს არის გაფრთხილება ჩვენთვის ძმებო რომ რახან მე გავიზარდე მუსლიმანურ ოჯახში დავიბადე ხო ეს არ ნიშნავს რომ მე გავივლი მაგას აუცილებლად არა იმიტომ ბევრი მუსლიმანი რომელიც ცხოვრობს მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა არ იცის ლა ილაჰა ილალლაჰ მნიშვნელობა არ მიყვება შუმავა სალლალაჰუ ალაიჰი ვასალამ როგორც არის საჭირო არ იცის რომ არ შეიძლება ბიდაათების გაკეთება და ასე შემდეგ და როგორ უნდა გაიაროს ეგეთი ადამიანი მერე ეს გამოცდა მაგით ეს ძმებო არის გაფრთხილება ჩვენთვის რომ რახან მე ვიძახ რომ მუსლიმი ვარ მე მართლა უნდა შევისწავლო რომ მე მართლა მუსლიმი ვარ გავიხსენოთ ეს წინა ადამიანი რომელიც თქვა რომ მე კარგად მოხდა ჯანნატში რომ შევიდა რა თქვა ეს ადამიანი წავიკითხეო ალლაჰის წიგნიო წავიკითხეო ვირწმუნეო და დავიჯერეო რამდენი ძმებო ჩვენ დროს არის ხალხი ერთხელ ცხოვრებაში არა ყურანი გადაშლილი და წაკითხული ერთხელ მე არ ვიძახ არაბულ ენაზე თარგმნა რომ ციხოს შინაარსობრივი თარგმნა გინ რუსულ ენაზე გინ ქართულზე აზერბაიჯან ნებისმიერ ენაზე ადამიანი ძახი 20 წელი მუსლიმანი ვარ ლოცულობა და ცხოვრებაში არა გადაშლილი ყურანი ცხოვრებაში ეს არის სირცხვილი ეს არის სირცხვილი ძმებო მუსლიმ ადამიანისთვის რომ ცხოვრებაში მაგას არ აქვს რა წაკითხული ყურანი ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი
არა, просто არ ვიცი როგორ შეიძლება კიდე მაგაზე უფრო უარესად ვთქვა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. მე უკვე არ ლაპარაკობ იმაზე, რომ ადამიანს არის აუცილებელი რომ ისწავლოს მინიმალურად რომ ისწავლოს ყურანის კითხვას მაინც. მაგას უნდა 2 თვე მაქსიმუმ. არ არის ძნელი ძმებო. ალლაჰმა დაგვიხმაროს მე რომ გავიაროთ ეს გამოცდა. ამინ. მაგის მერე შომავალ სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა იძახის. რომ ის ორი ანგელოზი თქვა, ლა დარაიტა ვა ლა თალაუთა. აი, რასაც მე ახლა თქვი ძმებო, არც გაგიგია და არც დაინტერესდიო. ეს ორი ანგელოზი ეუბნება იმ ადამიანს, არც დაინტერესდიო. فينادي منادي من السماء دا أوزنايس إزاخي الله إتقيسو كذب طويل تكوا فأفرش له من النار غوشالت ماغاسرو تسخليز غان وافتحوا له بابا إلى النار غوسنيد ماغاس قاربي جهنم مسكين إساري صادز من بوكو قبرشيا وكو ماغاس غوسنيان دا جهنم مسكاربي فيأتيه من حرها وسمومها دا غامو وإمقاربي مسخيس ممرت زان تخيلي حيري زان تخيلي كاري ويضيق عليه قبره حتى تختلف فيه أضلاعه دا إسه شويت رودبا ميسي قبري برزخشي روم ميسي نكنبي شوا اتمانيتشي ويأتيه وفير ويمثل له دا مو مقاس عدمياني رجل قبيح الوجه عدميان روميسا ساك زان سازيز غاري ساخي قبيح الثياب زان سودي سازيز غاري تنساس ميلي منتين الريح روميسا ساك زان سازيز غاري سوني أزديس ميزغان فيقول دا إتقيس أبشر بالذي يسوءك جيخارودس إميتو رستشين أرجع خربسو هذا يومك الذي كنت توعد إسقو إزدغي رملتقو شنتو إزداب إربولي فيقول دا إس أدمين إتقيس وأنت فبشرك الله بالشر من أنت الله ما شين أرجع خرسو وين خروشينو فوجهك الوجه يجيء بالشر شين السخي إسات الشخية أدمين السخية روملز قال مارتو تسودي موديسو مارتو شاري موديسو فيقول دا إس أدمين إتزاخيس أنا عملك الخبيث ميوا شيني بنزوري شيني تسودي سكميبي فوالله ما علمت إلا كنت بطيئا عن طاعة الله سريعا إلى معصية الله دا مشين جسنوب ديوم خلود إسات أدميانات روملز ميسترافيبو دا تسودوبيس ميمارت دا راكيتب دا يقو نيلي الله دا مرچلبيس ميمارت فجزاك الله شرا اللهم أجيناس غوروش توديتو ثم يقيد له أعمى أسم أبكم في يده مرزبة ميري موقواني بالماغاس أداميانس ورملي ساريس برما أريس مسارا فيري بريس لاباراكوس ورملي خيلشي ساريس را وزار مزاري را چاكوشي زان ديدي چاكوشي لو ضرب فيها جبل كان ترابا روم دايتقا إم چاكوشي متاس اسم تاغا دايتسي ودام ترات فيضربه ضربة حتى يسير بها ترابا دار أو سيما داميان تغاخد بايس داميان رغوسم تويري ثم يعيده الله كما كان دمر الله ما دابر نفس يسو ميستانس رغوسي قتاويدان فيضربه ضربة أخرى دمر كده ويرت دار أوس فيسيه صيحة يسمع كل شيء إلا الثقلين دا إسد زليرت إقرب سيس دامياني روم قيلت خو لماغيس قيلس غاي جبس غاردا دامياني بيسا دا جيني بيسا ثم يفتح له باب من النار تميري ماغاس غايسنبا قاربي جوجو خيتيسا فيمحد من فروش النار تا غاوشليان ماغاس اسيتكوات قولا بريس انو تسخلسغان غاوشليان فيقول دايس ادمين اتقيس ربي لا تقيم الساعه غميتو چمو ار دالگينو احساسوريز دغه ادمين راتو گاكيتاس دوا იცის რომ ნახე ეს თუ მელოდობა ეხლა ეს დაჟდა ყაბრში და ხედავ უკვე ჯაჰანამი არის ჩემ წინაშე მე რა იქნება უარესი ადამიან დუას აკეთებს რომ ესას მეყოფაო რაშეც ეხლა ვარო ნეტო მაგაზე მეტი არ იყოსო მაგა იცის რომ მაგაზე მეტის მაგას რა მაგაზე მეტიც ელოდება ძმებო ყველაზე სუსტი დასჯა ჯაჰანამში რა არის ყველაზე სუსტი დასჯა რა არის ჯაჰანამში ფეხები ადამიანს აქვს ფეხებში აქ ჩაცმული ცეცხლისგან ფეხსაცმელი და მესი ტვინი დუღს აბუ ტალიბზე იყო მოყვანილი შუმავა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამა ეს არის ყველაზე ადვილი დასჯა მარტო მაგისტრის როგორც ვიცი გამასწორეთ თუ შეცდომად მაგრამ როგორც ვიცი მარტო მაგისტრის არის ყველაზე მსუბუქი დასჯა ალლაჰმა გაუკეთეს მაგას რა ფეხსაცმელს ცეცხლისგან და როცა მაგას იცმევს მისი ტვინი დუღს პირდაპირ ნიშნულობით ძმებო დუღს მისი ტვინი და ისე ყვირის ტვირი ისე მაგრა ყვირის ძმებო მთელ ჯაჰანამს ისმის მისი ყვირილი ეს ძმებო ლაპარაკო ყველაზე სულ დასჯა წარმოიდგენს ძმებო არ ვიძახეთ უკვე ვიზზე სხვა ადამიან მონაფიყებს და ასე შემდეგ ალლაჰმა დაგვიფაროს ამინ მაგალითად ძმებო ეს ჰადისი უნდა გაგვახსენდეთ ჩვენ ყოველთვის როცა რაღაცა კაი საქმეს ვაკეთებ მე ვიქნები იმ ხალხის შორის ვინც ის ადამიანი იტყვის რომ მე გიცნობდიო შენო იმ ხალხის შორის ვინც მიესწრაფებოდა კარგი საქმეების მიმართ
და ვინც ნელი იყო ცუდი საქმეების მიმართ. ჩვენ ვიქნებით იმ ხალხის შორის, ვინც ანგელოზები დუას გაკეთებენ, ნეტა ჩემს გვერდით გაიაროს ეს სული. ვისი არის ეს კეთილი სუნი, რა კარგი სუნი აზრის ამ სულს, ვისი შვილია ეს სული, სად იყო და ანუ მარტო კარგად ცილაპარაკებენ ანგელოზები მაგაზე. ან ჩვენ ვიქნებით ალლაჰმა დაგვიფაროს იმ ხალხის შორის, რომელიც მოვა მაგასთან ადამიანის ბინძურ ადამიანი ყაბრში, ბარზახში და იტყვის მაგას იტყვის რომ მე გიცნობდიო რომ შენ მარტო აკეთებდი ცუდ საქმეებს, კარგი საქმეების მიმართ შენ არ ისწრაფებოდი, არ გაინტერესებდა. ადამიანი რომელიც იტყვის არ ვიცი რა არის ჩემი ღმერთი ვინ არის, ჩემი რელიგია რა არის, ჩემი შუმავე სალლაჰუ ალეიჰი რა არის, არ იტყვის. მაგის ძმები ეს არის გაფრთხილება ჩვენთვის და მაგის მე რომ ეს არის მარტო დასაწყისი ძმებო. სალაფები, ზოგიერთი სალაფები ძმებო, როცა მაგათ ახსენდებოდათ ყაბრის დასჯა, ბარზახის დასჯა, რომელიც მან ხდება ყაბრში, ტირეს იწლებდნენ ძმებო. ზოგიერთი სალაფები გონებას კარგავდნენ და როცა მაგათ ეკითხებოდნენ, რატო როცა შენ გახსენდება ჯაჰანამი და ჯანნათი ან ჯაჰანამი გახსენდება, რას არის უფრო უარესი, ვიდრე ყაბრში დასჯა, ვიდრე ბარზახში. ის ამბობდა რომ საჰაბა იყო თვალსწრები ან სალაფებისგან იყო რომ როცა ახსენებოდა მაგა ჯაჰანამი ასე ძალიან ტიროდა მაგა ბარზახი როცა ახსენებოდა ძალიან ძლიერ ტიროდა შეიძლება გონებასა კარგავდა და როცა მაგას ეკითხებოდა რატო აკეთებ მაგდო ჯაჰანამი გახსენება არ ტირიხარ ან გონებას არ კარგავ მაგა ბარზახის დროს ცუდად ხდები რატომ იმიტომ რომ მე ვიციო როგორ იქნება ჩემი მდგომარეობა ბარზახშიც მაგის მერეც იქნება ჩემი მდგომარეობა რა უკვე მაგის მერე ან ჯანნატში ვიქნები რა ან ჯაჰანამში ვიქნები ალლაჰმა დაგვიფაროს ძმებო ალლას უზენაეს ხოროს მებო რომ ალლაჰმა დაგვიხმაროს იმ სამ შეკითხვაზე პასუხი. ალლას უზენაეს ხოროს მებო რომ ჩვენ შევგვახედოს რაჰმათის მალაიკები. ალლას უზენაეს ხოროს მებო რომ ალლაჰმა გავხადო ჩვენ იმათ შორის, იმ ხალხის შორის, ვის ალლაჰი იძახის რომ მე გმაყოფილი ვარ ჩემი მორჩილით. ალლაჰმა ბარაკა მოგცეთ.